ქართული ოცნება კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ცნობილი საპარლამენტო უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ გახდა. მამუკამ დინარაძის განცხადებით იწყებენ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რომ ქვეყნის ეფექტიანი მართვისკენ მიმართული კანონმდებლობა შეიცვალოს. მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმოადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლო შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი, ბევრი ასეთი იცით, ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება. სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება. აქამდე ижებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, არსებული იცვლებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა, ეს არის უკვე სასჯელზე და არა სახთელზე საუბარი, პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5 წლიდან 6 წლამდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, სასჯიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ანუ ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და იქნება ამაზე რა თქმა უნდა შედარებით მკაცრი სანქცია როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე. სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის წესით დაიჯება, ეს ახალი ნორმა იქნება, ყურადღება რომ მიაქციოთ, სისხლის სამართლის წესით დაიჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე, თავდასხმის ან ძალადობის, მუქარის ჩამდენი პირით.